დღეს მოგიყვებით როგორ ნადირობენ თქვენზე შავი მაგები. პირველი ფუნდამენტი გააცნობიერე. ფოტოს გამოგზავნას თუ გთხოვს, შენი ხელით შავი მაგია. ან შავმაგიურ რიტუალს აკეთებს და არ იცის რას აკეთებს. ორიდან ერთ-ერთია. არავის არ გაუგზავნოს შენი ხელით ფოტო. ნახე, იგივე ფოტო შეუძლია აიღოს ინტერნეტიდან და ამას ვერ გამოიყენებს. შენი ხელით რომ მიცე, დაშვებას აძლევ ყველაფერზე. ასევე არასოდეს არ გაუგზავნოს შენი დაბადების თარიღები, რიცხვები. ამას თუ გთხოვს, ასევე ბნელია. გააცნობიერე. ფოტოს და დაბადების თარიღს და პირად მონაცემებს თუ გთხოვს, ან ბნელ რიტუალს გიკეთებს, ან სხვა რამეს. გამონაკლისია 1%-იც კი რომ არ არის, რომ შენი ფოტოთი ცდილობს განმკურნოს დისტანციურად და სისულელეა ესეც. ეს გავიგეთ. ეხლა როგორ ნადირობენ თქვენზე შავი მაგები. მაგალითად, როგორ ადგენენ ნიჭი რომ გაქვს და როგორ გიტყუებენ ხაფანგში. პირველ რიგში საბაზისოდ ადგენენ რომელ რიცხვში და თვეში ხარ დაბადებული. ნუმეროლოგიის მიხედვით გამოთვლიან ხოლმე რამე ნიჭები თუ გაქვს და შენი ნიჭების მოპარვა თუ სურს. მაგრამ შენი ღბულად რასაც აკეთებენ, რომელსაც ვერ ამჩნევთ, არის სხვა მოქმედებები. მაგალითად, ერთ-ერთი ხაფანგი არის რაღაცას გაჩვენებს ინტერნეტში და გეკითხება, ამის უკან რა ნიშანია? მაგალითად, ან ტაროს კარტი უჭირავს და გეკითხება, ამ ტაროს უკან რა არკანია? ან რომელი რიცხვი ჩავიფიქრე თუ გამოიცნობთ? და პოსტს დებს და შენ ფიქრობ, აბა გამოიცნო და სინამდვილეში შენს ღვთიურ ძალას ააქტიურებ და თუ გაღვიძებული გაქვს ნიჭი თუ ძალით ხარ მოსილი, კი არ გამოიცანი, არამედ სწორად დაინახე იმ კარტის უკან რა არის. შენი ზებუნებრივი ძალით დაინახე, კი არ გამოიცანი. შენი ძალით გახსენი ცოდნა, დაინახე და ეს პირდაპირ მაჩვენებელია შენი ძალის. და ესეთ პოსტებში არის რომ ვინც გამოიცნობს, მას უფასოდ გავუშლი, ტაროს წმენდებს ჩავუტარებ, ან უფასო კონსულტაციები და ესეთი აქცია გვაქვს. აქცია კი არ გაქვს. შენი ხელით გაეცი თავი შავმაგთან და აჩვენე რომ ძალები გაქვს. თან წვდომები მიეცი, მიწერ, მოგწერს, გაგილაპარაკება, რიტუალებს გაგიკეთებს და გაგძარცვავს. და ბოლოს სულის ღაფვა დაგეწყება. ასევე არიან შავი მაგები, რომლებიც აბსოლუტურად შეფარულში მუშაობენ, ინკოგნიტად. მაგალითად, სხვადასხვა ეზოთერიულ ჯგუფებში დაწერს სხვადასხვა პოსტებს და ჯერ კომენტარებში გამოგელაპარაკება, შემდეგ პირადში მოგწერს. შემდეგ გეტყვის რომ ესეთ წმენდებს ვაკეთებ, კარგ რაღაცეებს ვაკეთებ და გაგაგზავნინებს დედის ფოტოს, ბავშვის ფოტოს, შვილის ფოტოს და შემდეგ შანტაჟ დაგიწყებს, რომ ჯადოს გაგიკეთებ, თუ ფულს არ დარიცხავ, ხელს აიქნებ, მეტი საქმე არ მაქვს ეხლაო და შენ შვილს, შენს ოჯახის წევრს ვისი ფოტოს გაუგზავნე შენ თავადაც, გეწყება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, ტერორები, აცნობიერებ რომ მისგან მოდის, რადგან შენ თავად მიეცი ფოტო, დაშვებები და ჯადოებს გიკეთებს და გატერორებს და ფულს ურიცხავ. ესეთი ამბებიც წამოვიდა. ესეთი შანტაჟი ბევრთან მქონია. არის იძულებითი, არის ხელოვნური, არის შეპარული. მაგალითად, ადამიანს ეუბნება რომ შენი ძმის ფოტო მოიტანე, დავეხმარები და ფოტოს რომ მიიტანს პატარა ძმის ან ოჯახის წევრის ან მეუღლის თუ ვინც არ უნდა იყოს, ეუბნება ესე და ესე. ფული ჭირდება ამას რომ გაუკეთოთ რამე, ხა დახმარება სჭირდება და ხო, მაგრამ ეხლა არ მაქვს ფული და კარგი, შენი გადასაწყვეტია და უკეთებს ჯადოს შენს ძმას, შენ შვილს, ვისი ფოტოს მიუტანე. დაშვება ვიზეც მიეცი. ხო, შენ გაქვს შენი ოჯახის წევრზე დაშვება. ჩემი ფოტო რომ მიუტანო არ გაქვს. შენ ოჯახის წევრზე დაშვება გაქვს. ერთი ენერგოქსელში ხართ გაერთიანებული. და მასზე 16000 წაურთმევია მაგ ყველაფერზე ისტორიებს დაგიდებთ მოგვიანებით. აი, ესეთი გათიშულები ხართ. შეეშვით ამ სიმახინჯეს, თამაში ნუ გონიათ. ესეთი მახეები უდევს ყველა შავმაგს. ოღონდ თქვენ გონიათ სუფთა არის და კარგ რაღაცეებს დებს და ღმერთზე ლაპარაკობს და ტაროს გიშლის თან და რიტუალებს გთავაზობს გამუდმებით და მაგალითად ეხლა საახალწლო შეთავაზებები აქვთ ხოლმე რომ აი საახალწლოდ თუ გინდათ ეს წელი განსაკუთრებულად დაიწყოს ფულის შემოსავალი, თუ გინდა ფულის ფიცი უნდა დადო და პირდაპირ შელოცვას რომ მკითხულობ სატანაზე კონტრაქტის დადება და კომენტარებში შევდივარ და მინდა ვაი შენს ჭკუას მათრახი წელზე არ გინდა გადაგიჭირო? ეგ ჯობია მათრახი წელზე რომ გადაგიჭირო ვიდრე ის რაც გინდა. რა გინდა? იცი მაინც რას აკეთებ? ან გამოხვალაკეთ და დებს რომ ჩემმა დიდმა ბებიამ დამიტოვა სარკის რიტუალი და ამ სარკის რიტუალმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და თან ანონიმურად წერს. ვისაც გაინტერესებთ, გაგიზიარებთ. და ნახეთ, არაფერს არ აღწერს და არაფერს ამაზე არ ამბობს და კომენტარებში წერია კი,
მინდა კი. ეხლა რა ხდება? აქედან კი მინდა ერთი 10 კაცი ამ პოსტის გარეკლამებისთვის მუშაობს, შეკრული არიან, ჯგუფურად ნადირობენ, ან თავად არის ერთი და სხვადასხვა აკაუნტებით ჯგუფურად ნადირობს კომენტარებში ქმნის ამინდს. ეს ერთი. პარალელურად ვინც დაწერა კი, არავის არ უპასუხა. ავტორმა, რომელსაც დაწერილი აქვს პოსტი, არავის არ პასუხობს კომენტარებში, რატომ იცით? ყველას მიწერს პირადში. ეხლა ალბათ კითხვას დასვამთ, რა სარკის რიტუალზეა საუბარი. სარკი არის პორტალი პირდაპირ და ასწავლის სარკის რიტუალს, იმ რიტუალში იქნება კონკრეტული ფრაზა, რომელიც დაპროგრამებული აქვს და ამას ეკუთვნის და ამის კარების გასაღებია, ესე ვთქვათ, ტროასცხენია ამის და ეს ადამიანი სარკესთან პორტალს რომ გააკეთებს, პირდაპირ გააღებს კარებს მის ენერგოს სივრცეში ბნელებისთვის. ამ შავ მაგს ყავს ბნელები. ყველა შავი მაგი მუშაობს ბნელებთან. ამ შავ მაგებს კი არა აქვს ძალა. ბნელები აკეთებინებენ ამას, დემონები. და მიუქცევს დემონებს. გაძარცვავს ახალგაზრდობას წაართმევს, ჯანმრთელობას წაართმევს, ოჯახის წევრებს დაერევა და ეს არიფი ხალხი. კი მინდა ქრისტიანი ხარ, მაგარი ქრისტიანი ხარ, აი შენს ქრისტიანობას. და რელიგიური ის გონია, რაღაც ფანატიზმი, რომ გეუბნები, შეეშვი ამ ყველა გარე რიტუალს თქო. აი, რომ გაწამდები, დამახინჯდები, სილამაზეს წაგართმევს, ხომ ზღაპარი გგონია. ჯანმრთელობას წაგართმევს, ფული აღარ გექნება, რომ დაბეჭავდები და არაფერი აღარ გექნება, მერე მოდიხარ გონს და მერე იჯერებ ამ ყველაფრის რეალობას. და ადრე მოიგე გონს. ან არეკლამებენ ეზოთერულ ჯგუფებში, რომ აუ, კარგი ტაროლოგი მირჩიეთ რა, ანონიმურად წერს, და ტაროლოგი წერს. ამას გირჩევ და ერთმანეთს არეკლამებენ. ან მეორე სხვა პოსტს დადებს, ისე განკურნა ამ ადამიანმა, მადლობა ამ ყველაფერს, ისე ცუდად ვიყავი, ისა და კომენტარებში მიდის რეკლამები შავი მაგების და ნადირობა თქვენზე. ან დაწერენ, გთხოვთ მირჩიეთ ვინმე კომპეტენტური ადამიანი, პრაქტიკა ან რამე რიტუალი, რომ ამ ურთულესი ფინანსური მდგომარეობიდან გამოვიდე. ანუ თავად წერენ ამ სტატუსებს, გესმით? და შემდეგ კომენტარებში მიდის. დაუკავშირდით ამ ადამიანს, დაგეხმარებათ აუცილებლად და ნომრებს ყრიან, ან რაღაც ისეს და ღმერთო ჩემო, ვინებს ურჩევენ ხოლმე. იმასთან მიდი, პირდაპირ გილიოტინაზე უშვებს. იმასთან მიდი. ერთადერთი მასე ჯგუფებში, რასაც პოსტავენ გამთლიანებას მიწერეო, ეუბნებიან და ლოცვებს დებენ ხოლმე კომენტარში და ძალიან ვამაყობ, რომ გამთლიანებას ხშირად უწევენ რეკომენდაციას. ძალიან ბევრი ადამიანი თაგავს გამთლიანებას სხვადასხვა ეზოთერიულ ჯგუფებში, რომ დაგეხმარება, მიწერებ, ფულს არ იღებს, კარგ რჩევებს მოგცემს და ზოგჯერ ყოფილა სიტუაცია, რომ ვიღაცას ანონიმურად უპასუხია, რომ ეგ ბიჭი ვერ არისო, ანუ ჩემზე ეუბნება ვერ არისო და გაკვირებული ის ადამიანი ვერ მიხვდა, რომ რა ვერ არის ეს ბიჭი ძალიან ჭკვიანია ის, მაგრამ ვერაცნობიერე, ჩემზე რომ ვინმე იტყვის ვერ არისო, შავი მაგია, იმიტომ კი არა რომ ჩემზე ამას ამბობს. ადამიანი ვებძვის შავ მაგებს და ეზოთერულ ჯგუფში ვიღაც გეუბნება ესო ვერ არისო ჩემზე. თან არ გიხსნის რატომ ვერ ვარ. შავი მაგი გიწერს და ნახეთ იმ ადამიანს რატომ გაუკვირდა, იცი? ვიღაცამ რომ გამთლიანებაზე ჩემზე დაწერა ვერ არისო. იმიტომ რომ არ ელოდება იქ შავ მაგებს. ამის აზრი ვერ წარმოუდგენია ეს. მეც ვერ წარმომედგინა, სანამ საერთოდ სულიერებაში შევიდოდი, თუ ვინმე ესე ნადირობდა, თუ ეს ხდებოდა, საერთოდ არ მეგონა ეს ამბები თუ ხდებოდა. სანამ არ გავერკვიე, სანამ არ შევეჯახი ამ რეალობებს. რა სჭირდება იმას გამთლიანების ლოცვები, რომელიც უფასოა და კურნავს ერთიერთში და რომელიც იმას დაარტყამს პირდაპირ შავი მაგები წერენ, ადამიანები რომ კითხულობენ, გეუბნებით, მუქთან კვეთის ლოცვას რომ კითხულობენ, ბნელთან კვეთის ლოცვას. ვინ შავი მაგია გაუკეთა, შავი მაგი წერს, პირდაპირ მაშინვე წერს. არ მინდა უბრალოდ ეხა ეს ისტორიები დავდო, რომ რაღაც რეკლამა არ გამომივიდეს ლოცვით, მაგრამ დავდებ შემდეგ. ლოცვის ისტორიები მაქვს, ძალიან სასწაულები ხდება, ხალხო. სასწაულები ხდება და რა სჭირდება იმ შავ მაგს და აქ არწყლებს. ადამიანს უკვირს, კი, მაგრამ რა ვერ გავიგე, რატო ამბობს ეს? რატო ამბობ? ვერ ხედავ რა ხდება, თქვენზე ნადირობენ და რა სივრცეებში ეძებთ რეკომენდაციებს. არ ჭირდება იმას, გამთლიანება არ იღებს ფულს, საერთოდ ღმერთის ენაზე ემსახურება ადამიანს. გამთლიანება არ იღებს არაფერში ფულს, არც ფოტოს მოგთხოვს, არც დაბადების თარიღებს მოგთხოვს, არც რიტუალებს მოგცემს, არაფერს მსგავს კოშმარს არ მოგცემს. გეტყვის რა უნდა ქნა, ილოცო, რა გააკეთო, საიდან შემოგეპარა, როგორ უნდა
გააძევო და სუფთად საერთოდ შენს ენერგიასთან მე არანაირი გადაკვეთა არ მაქვს არ მჭირდება შენს ენერგიაში ფათური ღმერთის არქივარიუმში შევიხედავ და იქ ვნახულობ წამებში რა გჭირს და რა გჭირდება და ესენი არიან პირდაპირ პარაზიტები ესენი არიან თქვენზე მონადირენი პირდაპირ ნადირობენ თქვენზე დაგიწერს კომენტარში რომ თუ გნებავთ პირადში მოიწერეთ და დაგიდგენთ მიზეს რა გიკეტავთ და გბლოკავთ და გოგთხოვს ფოტოს მოგთხოვს დაბადების თარიღს და წასულია შენი საქმე მერე გამთლიანების გვერდს ვერ იპოვნი სად უნდა იპოვო გამთლიანების გვერდი ჯერ არ არის გამთლიანება ისე გასული ადამიანებში და მერე იტანჯები ბნელთან განკვეთის ლოცვები არ არსებობს და მარტო გამთლიანებაშია მაგრამ გიმეორებ სად იპოვე ეხლა ესე ადურად გამთლიანებას ხო შენ უფრო მეტად იცნობ აი ცნობილ შაუმაგებს რომლებიც ღმერთის ადამიანებად მიგაჩნია და ხატები აქვთ უკან და რიტუალებში ამოგახრჩეს სრულად მიდის თქვენი დამახინჯება ან მაგალითად ერთი ადამიანი წერს რომ ესე იგიო ქუჩაში შემოხვდა ქუჩის შავი მაგები არიან ყველაზე საშიშები ერთ-ერთი იმიტომ რომ კოშმარებს აკეთებენ მაგაზე ისტორიები მაქვს ტონები დავდებ რეები დაემართათ ადამიანებს ერთი წერს რომ ერთი მოხუცი მოვიდაო ხუთეთრიანი შემომთავაზაო რიტუალი შემომთავაზაო დავთანხმდიო ესე მოკლედ მოყვა ისეთი რაღაც რომ სასწრაფოდ ჭირდება მუქთან კვეთის ლოცვა პირდაპირ ჭირდება იმ შავ მაგს რომ გაცილდეს რიტუალით რაც გააკეთა და კომენტარებში იცი რას წერენ ეს შავი მაგები კაი რა რეებს ბოდიალობთ ხალხო იმის ჯერავს უბრალოდ უქარწყლებს კაი რეებს ლაპარაკობს კაც რეებს ლაპარაკობთ კაც გაჩერდით გელანდებათ მასეთი აფერისტები იმდენი არის ვითომ მართლა რამე შეუძლია და თავად ნადირობენ მასე და გიქარწყლებენ კომენტარებში პასუხებით შენს ესე ვთქვათ კრიტიკულ აზროვნებას უბრალოდ შენზე ნადირობა კი არ მიდის შენი დამუშავება მიდის ყველა წახნაგით შავი მაგები და მე პოსტის ავტორი ამოვისუნთქე მეგონა რაღაც სერიოზული იყო გარანტირებულად გეუბნები გარანტირებულად პრობლემა გაქვს და დახმარება გჭირდება ისეთ რიტუალში გაყავი თავი მაგრამ ამათმა დაგაჯერეს რომ არაფერია ყველა შავი მაგი ემსახურება ერთს ბნელს ყველა ბნელი ემსახურება სატანას მორჩა ერთ საერთო მუსიკას უკრავენ ვერ ხვდები ან დაწერს ერთი თვალი რომ გეცემა ვინმე მიცის ამაზე შელოცვა და მიდის დაპლუსება მეც მაინტერესებს ვიღაც უწერს მე გამოგილოცავ დისტანციურად თუ გინდა და ძირითადი ამბავია პირადში მოიწერე ისეთები წერენ რომ ოჯახებთან აქვთ ფოტოები გადაღებული სპეციალურად შავი მაგია და მოიკრიბავს შვილიშვილებს და შვილიშვილებთან ერთად გადაღებული კარგი ნიღაბი აქვს გაკეთებული თან შვილიშვილებთან აქვს ფოტო გადაღებული ან შვილებთან და დგას ესე და მე გიშველი დისტანციურად და მე გადაგარჩენ და მომწერე და დაგეხმარე და დაგეხმარება კი შეგჭამს და დაგეხმარება ამით მოკლედ ძირითადი ამბავი არის მომწერე ქეუბნება ან პირადში უნდა რომ დაგიჭიროს ან დაწერს მსგავს რაღაც რომ ესე იგიო რაღაც დამემართაო რაღაც ენერგიები გამეხსნა ყველას ენერგიას გძნობ იმის დავინახე თან ისტორიას ყვება ამის დავინახე და ეხლა ჯადოებსაც გძნობო ვინმეს თუ ჯადო გაუკეთესო იმას უთხარი ჯადო გაქვსო და იპოვა ზუსტად იმ ადგილზეო იმას უთხარი და შავი მაგია გაქანებული და თან ანეიტრალებს ბოლოს ღმერთო დამიფარე შვიდობა მოგცეს ყველას და რაღაც იცვლელს აგზელებს ვითომ შავი მაგი არ არის და კომენტარებში აი პირდაპირ მნიშვნელობით გოიმები რა შეგიძლიათ სხვებსაც დაიხმაროთ სიზმრებსაც ხედავთ შეგიძლია მითხრა თუ არა და მე მიწერს პირადში და დაამუშავებს ყველაზე აფსა და ყველაზე აი იუმორისტული რა არის იცი რომ მაგალითად ადამიანი დაწერს რომ ჯადო მაქვს გაკეთებული ოღონდ ადამიანი არ წერს ამას ესენი წერენ ან მართლა წერს ადამიანი მაგრამ ძირითადად ესენი წერენ ჯადო მაქვს გაკეთებული შვილებზე ამაზე ცუდად ვართ ოჯახში დახმარება მჭირდება მირჩიეთ რამე და ვიღაცები უწერენ ამ გოგოს დაუკავშირდი რეკომენდაცია ჩემგან ვინ ახარი შენს კომენტარზე ანონიმურად წერ რა რეკომენდაცია უნდა მიიღოს ადამიანმა შენგან ანონიმად წერ თან ნომერს წერს აი სრულ სიგიჟეში ვართ რა ყველაზე იუმორისტული ის არის საერთოდ ჩემი აზრით ამ შავმაგებს პროფესია უნდა ქონოდათ მარკეტინგი და არა შავი მაგია უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდნენ მაგალითად დაწერს რომ გამარჯობათ ოჯახური პრობლემები მაქვს 24 საათი ცუდად და რაღაცა ყვება თავის ამბებს და მირჩიეს იქ და იქ მიდი იმ კონკრეტულ ადამიანთან ძალიან დაგეხმარებაო და ესე და თან რეკომენდაცია რეალურად იმ ადამიანის და
რას ფიქრობ თქვენ? ზოგიერთი ადამიანი მავდროს წერს სიმართლეს, მაგრამ არავინ არ უსმენს მას ადამიანს, რომ შენ უნდა განიწმინდო, შენ უნდა გააკეთო ეს საქმე, მართლა შენ უნდა გააკეთო, ღმერთმა და შენ უნდა გააკეთო დეგამბავი. როცა რაღაცა ჩადო გაქვს და ეს ყველაფერი. შავი მაგი ვარისად გაავადებს. ცოტა ხანი გიხსნის სიმპტომს და ვარისში გაგდებს, რომ მე ისევ მიხვიტე, აი, ბანკივით არის, ვალებში გაგდებს. და ურცფელი ხალხი რასაც წერს და დანარჩენები კი მართალი უთქვამთ, სასწაულს აკეთებს. მე სასწაული გააკეთა და ადამიანები ქვე კომენტარებში წერენ ხოლმე რომ ხო მეც გეთანხმები რას ეთანხმები გილიოტინაზე უშვებ ადამიანს ან საერთოდ ისეთი გვერდი აქვს გახსნილი და წერს აბა თუ გამოიცნობთ ამის უკან რა არის და შენ რომ გამოიცნობ მორჩა შენ ისეთი რაღაც გამოიცანი ფიზიკურად ვერ უნდა გამოგეცნო დიდი ძალა გაქვს და შემდეგ მიდის შენი სოციალური ინჟინერია არ ყვევს ვინ ხარ ახალ მე დაგამატებს საერთოდ სხვა აკაუნტიდან დაგიმეგობდება დაგიდაქალდება დაგიწყებს ლაპარაკს აგიხსნის ამაზე შემოგაპარებს ეზოთერიაზე მე შენზე იწყებს მუშაობას თვეები იმიტომ რომ ისეთი ძალა აჩვენე შენი გაქურდვა უნდა გააცნობიერეთ არავის ფოტოებს არ უგზავნით არავის თქვენს პირად ძალაზე არ ელაპარაკებით არავის თქვენს მონაცემებს დაბადების თარიღებს ამ ყველაფერს არ უგზავნით არანაირ ეზოთერულ გათამაშებებში და თქვენი ძალის შემოწმებებში არ იღებთ მონაწილეობას და ამ ყველა სიმახინჯეებს შეეშვით სანამ გშთანთქეს ცოცხლად მე გვიანი იქნება გაიგე ეხლა მოიგე გონს